ჩვენ შემოგვიერთდებიან ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, ქალბატონი მანანა ნაჭყებია და ბატონი გიორგი ახვლედიანი. ჩვენ შეგვიძლია მათი აზრიც მოვისმინოთ ამ თემებთან დაკავშირებით და ვიდრე წინასაარჩევნო კოდექსის თემაზე გადავალთ, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში დასრულდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომა, რომელიც თავისუფალი დემოკრატების პარტიის ინიციატივით შეიკრიბა და საინტერესოა ბატონ ირაკლის მინდა შევეკითხო, რომელიც პირდაპირ ეთერში არის ამ წუთას ჩვენთან ერთად. რატომ მოითხოვეთ ეს კომიტეტის საგანგებო სხდომის შეკრება, ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მოგესალმებით მაგათ, კომიტეტის შეხვედრის მიზანი ჩვენი პოზიციიდან იყო ის, რომ თქვენ კარგად ხედავთ და საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საფრთხე არსებობს ტერორიზმის ევროპაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებებიც, რომელი გარემოებებიც დაკავშირებულია ჩვენ სახელმწიფოსთან, გულისხმობ კერძოდ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე უკვე არის გადასული სირიაში და ბრძოლობს ისლამური სახელმწიფოს მხარეზე, ასევე არის გარკვეული ინფორმაციები და ვრცელდება კონკრეტული ვიდეო რაღაცა მოხარებით, რომელსაც მე ასე ვთქვათ დიდ ყურადღებას არ მივანიჭებდი, რომ არა ეს საერთო ფონი. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, ამ განვითარებული მოვლენების გამო აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს, კერძოდ კი კონტროლერულ ცენტრს უნდა მიეცეს შესაძლებლობების გაზრდა, უნდა გაეზარდოს დაფინანსება და ასევე უნდა მიეცეს უფრო მეტი დაფინანსება ჩვენი საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, რათა მოხდეს სრული კონტროლი ჩვენი საზღვრების. ჩემი მიმართვა იყო მიმართული კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ, ბატონი ირაკლის სესიაშვილის მიმართ და მე მას ვთხოვე და მიმართეთ ხოვნით, რომ მას გამოეყენებინა ის დისკრეციული უფლება, რომელიც მას გააჩნია როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, მოეწვია სპეციალური სხდომა და ამ სხდომაზე ჩვენ ასევე დაგვეპატიჟებინა ჩვენი სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც ჩვენ ამ კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებდით. ამ საკითხების გარდა მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამ მომატებული საფრთხეების პირობებში. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზს გავუსვამ, რომ საქართველოს წინ არ უდგას გარდუვალი და პირდაპირ ტერორისტული საფრთხე. ეს ხაზი მინდა გავუსვამ, მაგრამ მომატებული საფრთხეების პირობებში, რასაც ვხედავთ ევროპაში და რასაც ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული მოქმედებები, გვჭირდება კონკრეტული შესაძლებლობების განვითარება, რაც თავიდან აგვარიდებს საფრთხეებს. მე არ ვიცი ის ადამიანი, რომელიც ვარ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის, თან დაინტერესებული ადამიანი, თან ყველა საინფორმაციო საშუალების და შესაძლებლობის სვადები მე არ ვიცი, რომ რაიმე კონკრეტული გეგმა რო ხონდეს ხელისუფლებას გაქცევთ თუ არა ხელისუფლებამ პასუხი ამაზე? ხელისუფლებამ გახსვა ის, რომ ხელისუფლებამ გახსვა ის პასუხი, რომ ის როგორც ყოველთვის საკუთარ თავს ადარებს ნაციონალურ მოძრაობას და მათზე უკეთესად მიაჩნია და უბრალოდ ამდენი ხანი ვერ მიხვდა ხელისუფლება, რომ ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთესად ყოფნა არაფერს არ ნიშნავს, რეალურ ჩართულობაზეა საჭირო. მათ ეს გადაიყვანეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ჭრილში, თითქოს და ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირებაში. მე ხაზი მინდა გავუსვა როგორც კომიტეტის ხდომაზე, ასევე ჩემს წერილში პირდაპირ მიუთითე, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც ასე ვთქვათ ოპოზიციური და სახელისუფლებო ძალის დაპირისპირების შეხვედრა კომიტეტის ხდომაზე მაქვს საუბარი, არამედ ამ კონკრეტულ კომიტეტის ხდომაზე ჩვენ გინდა დახურულ, გინდა ღია ფორმატში. მე არ მინდოდა ამ კომიტეტის ხდომიდან მასკარადი მომეწყო, როგორც ამას ჩვენი კოლეგები ნაციონალური მოძრაობიდან აწყობენ, მაგრამ მინდოდა ძალიან საქმიანი და კონკრეტული საუბარი და უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენ გვაქვს რაღაც გამოვიდა ეს საქმიანი საუბარი. შეგვიძლია არ გამოვიდა, უბრალოდ ხელისუფლება შეუვალია. მათ უბრალოდ ბოლო დროს დასჭემდათ ის, რომ საკუთარი არ იციან და სხვისიც არ ესმით. გასაგებია, დიდი მადლობა. მოდით გადავიდეთ მთავარ თემაზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. საარჩევნო კოდექსი. ეთანხმებით თუ არა თქვენ ირმა ინაშვილის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებს ხელისუფლების მიმართ და იქნებით თუ არა ერთიანი პატრიოტთა ალიანსთან? პირველ რიგში, როდესაც ქალბატონმა ირმა ინაშვილი პირველ რიგში, როდესაც ქალბატონმა ირმა ინაშვილმა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას, სიმშილობას, ჩვენ მაშინ თავიდროზე და თავისუფალი დემოკრატები მეც პირადად გამოვედი, რომ მას უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა და ყველა საშუალება, რათა დაემტკიცებინათ საკუთარი სიმართლე თუ ის თვლის, რომ რაიმე დანაშაული არსებობს და ამისთვის არსებობს სპეციალური ინსტანციები, თუმცა როგორც ადამიანს, როგორც პიროვნებას, როგორც პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, ჩემთვის ესეთი უკიდურესი ფორმის გამოყენება მართლაც ადამიანურად მძიმე აღსაქმელი იყო.
იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანის შიმშილობა არის ძალიან რთული ვითარება. მე ვთვლი რომ ქალბატონმა ირმამ უნდა გამოიყენოს და ყველა იმ ადამიანმა ვინც შიმშილობენ უნდა გამოიყენოს რათა შეწყდეს ეს შიმშილობა და მათ არ ექნეს მათ ჯანმრთელობას არ მიედგეს მეტი ზიანი რაც უკვე მეყენებული აქვს თუმცა ძალიან დაიმედებულებიც ნუ იქნებიან ეს არის უბრალოდ ალბათ რაღაცა შესაძლებლობა რომელიც ხელისუფლებასაც არ უნდა რომ მოშიმშილეები ყავდეს კანცელარიის წინ და ეს დანაპირები მე რამოდენიმე საკითხი პირადად თქვენ თუ გაქვთ იმედი რომ ხელისუფლება შეცვლის საარჩევნო კოდექსს გიპასუხებთ ქალბატონმა ირმამ რამოდენიმე საკითხი ჩამოთვალა და ამ რამოდენიმე საკითხიდან პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ხელისუფლება ნამდვილად არ წავა ისეთ აკრძალვებზე როგორიც არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების ანუ მინისტრების არ მონაწილეობაზე საარჩევნო კამპანიის მაშინ ჩათვალეთ რომ მთელი მინისტრთა კაბინეტი რომელიც ეხლა ყავს უნდა გაუშვენ კაბინეტიდან იმისათვის რომ 2016 წლის არჩევნებში მიიღონ მათ მონაწილეობა აქვე დავზენ იმას რომ ყველა ხელისუფლება სამწუხაროდ ერთ ერთი ხელისუფლება სამწუხაროდ ვერ ელეოდა ეგრეთ წოდებული გამგებლების ინსტიტუტს სოფლად რომელიც პრაქტიკულად ასე ვთქვათ მათი გარანტიის ის არის და ასე რომ აქ ბევრი საკითხი ქალბატონ ირმას სურს პასუხი გაგცეთ ბატონო ირაკლი თუ გესმით ჩვენი ქალბატონ ირმას სურს პასუხი გაგცეთ და იქნებ მოусმინოთ დიახ ირაკლი გამარჯობა მე მგონი თქვენ არ ხართ ინფორმირებული რომ ჩვენ გავიარეთ თითქმის ყველა სამართლებრივი გზა და გამოვიყენეთ ეს რესურსი სამართლებრივ ნაწილში ეხლაც მიდის სასამართლო პროცესები მაგრამ ყველა კარი არის ჩაკეტილი ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აკმაყოფილებს არანაირ საჩივარს ყველა სასამართლო მაშინ როცა შენ მართალი ხარ იგივე სპეცსუბანთან დაკავშირებით როდესაც რაღაცა კომენტარს ვაკეთებთ კარგი იქნება რომ შევისწავლოთ ეს საკითხი მე ვიცი რომ თქვენი პოლიტიკური გუნდიც 2012 წელს ამ სპეცსუბნების თემას ძალიან მწვავე დაკრიტიკებდა და ეხლაც ზუსტად ვიცი რომ ჩემი თანამოაზრეები ხართ ამ ნაწილში როცა არ არის საჭირო სპეცსუბნის შექმნა არ უნდა შეიქმნას მე იმისი თქმა მინდა რომ ჩვენ გავიარეთ და გავდივართ ამ სამართლებრივ გზას მინდა იმისი თქმა რომ ყველგან იყო ყრუკედლები და როცა პოლიტიკური ძალა ხარ დიახ საკმაოდ რადიკალური ფორმაა შიმშილობა მაგრამ ეს არის უკიდურესი ყველაზე მშვიდობიანი ფორმა და მე გეუბნევით რომ კი ეს ხელისუფლება ბევრ დათმობაზე არ წამოვა მაგრამ პოლიტიკური პროცესი შექმნა ამ ბრძოლამ და დაიწყო ხელისუფლებამ იმაზე საუბარი რომ შესაძლებელია ეს მთელი გარემო. დიდი მადლობა მე მინდა ორივე თქვენგან შეგეკითხოთ არის თუ არა შანსი იმას ვერ შეიძლება მაგრამ შეელევა რაღაცა დიდ ნაწილს შეელევა ერთად ვნახავთ ამას. არის თუ არა შანსი თქვენი გაერთიანების ანუ ოპოზიციის გაერთიანების აი თუნდაც ამ თემასთან დაკავშირებით. ოპოზიცია მუშაობდა საარჩევნო გარემოს. აი ბატონ ირაკლისაც ვეკითხები ბატონ გიორგი ახვლედიანს ქალბატონ მანნა რომელიც ეხა შემოვიყვანთ დაკავშირებით არის პარტიების ერთობა ისინი მუშაობენ ჩვენც მათ შორის ამ ფორმატი არსებობს სპეციალური საარჩევნო გარემოს და სისტემის შეცვლის თაობაზე მაგრამ ეს იყო პრაქტიკულად მონოტონური პროცესი მას შემდეგ კარგია გააქტიურდა ეს პროცესი მას შემდეგ რაც ჩვენ გადავედით ესეთ მწვავე ფორმაზე და კარგი იყო ეს იყო მხოლოდ პოზიტივი საერთო პოლიტიკური პროცესისთვის მერწმუნეთ ყველა პარტიას მოუტანს ეს სარგებელს და საზოგადოებას მოუტანს პირველ რიგში სარგებელს იმიტომ რომ შეიცვლება რაღაცა მაინც შეიცვლება ბატონ ირაკლი რას ფიქრობს ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით გაერთიანება არ არის ეს არის უბრალოდ თანამოაზრეობა ამ საარჩევნო პრობლემატიკასთან თუმცა ოპოზიციის გაერთიანება არის ძალიან სენსიტიური თემა საქართველოს გისმენთ ბატონ ირაკლი გეტყვით რომ როდესაც საუბრობდი იმაზე რომ ვიყავი თუ არა ინფორმირებული დიახ ვიყავი და მეგონა რომ ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა ვიცვლი რომ მისი უფლება შალახულია უბრალოდ მე როგორც ადამიანი გამოხატავდი რომ უკიდურესი ფორმის გამოხატვის დროს ეს ჩემთვის მძიმე შესახედი იყო ნებისმიერი ადამიანის აქ საუბარი არ არის პოლიტიკურ ძალაზე ან რაღაცა კონკრეტულ მიზანზე რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას ოპოზიცია ყოველთვის იყო გაერთიანებული გულწრფელად გეტყვით ეს ჯერ კიდევ 2009 წელს 10 წელს 11-ში 12-ში ოპოზიცია ყოველი არჩევნების წინ საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში იყო ძალიან ჩამოყალიბებული და ერთხმად საუბრობდა პირდაპირ გეტყვით ამას იმიტომ რომ ამის პრობლემა არ არსებობს იმიტომ რომ თავარი მიზანი ნებისმიერი ოპოზიციური ძალისთვის არის ნორმალური და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა. ბატონ ირაკლი, თქვენ ხართ თუ არა თანახმა დაუშვათ თუნდაც ამ თემის ირგვლივ რომ გაერთიანდეთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. არა, გაერთიანებას გავდუნება ჩვენ ინტერპარტიულ ჯგუფთან გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ძალიან ხშირი ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს შეხვედრები, რომელზეც ისინი აქ მობრძანდებიან პარლამენტში და ჩვენ აქ ვსაუბრობთ თავისუფალი დემოკრატების ფრაქციაში. შედეგი თუ არის რამე? მათ ყოველკვირეულ მათ
დავასრულებ ამ კითხვას. გვაქვს ხუთშაბათობით მათ შეხვედრები აქვთ ყოველ ხუთშაბათს და რამდენიმე შეხვედრაზე ჩვენც ვესწრებით. შედეგი არის ის, რომ დღეს ამ პარტიებს პრაქტიკულად კი არა, თავიდან ბოლომდე სრულად ჩამოყალიბებული ხედვა გააჩნიათ თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო საქართველოში. და რა არის ამისთვის გასაკეთებელი? დაახლოებით 15 კანონს ეხება პაკეტები, ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, რომ გატარდეს და რომელიც ძირითადი და ამოსავალი არსი არის საარჩევნო სისტემა. აი ეს არის შედეგი. დღეს საქართველოში პრაქტიკულად აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია იზიარებს იმ პოზიციას, რომ სისტემაა შესაძლებელი საარჩევნო, აბსოლუტურად ყველა იზიარებს იმ განწყობას, რომ მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქები არ შეიძლება არსებობდეს და ეს ყველაფერი 2016 წლის არჩევნებამდე ძალიან მარტივად მოსასწრებია და უფრო მეცაც გეტყვით, რომ ეს ქვეყანა ზოგადად გაცილებით უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ის, რასაც ოცნება გვთავაზობს დღეს, რომელიც არის პრაქტიკულად საშობაო ნამცხვარევით ჩვენი ქვეყნის დაჭრა გამოჭრა. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, როდესაც ადამიანები ხელისუფლების მხრიდან საუბრობენ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ მაჟორიტარსა და საკუთარ ამომრჩეველს ბმის უზრუნველყოფა. ერთი შეკითხვა მაქვს, როდესაც მაჟორიტარს აირჩევს ერთად მარტვილი და აბაშა, როდესაც ერთ მაჟორიტარს აირჩევს ჩხოროწყუ და წალენჯიხა, უფრო მეტიც სამტრედიის ნახევარი და ხონი, მეორე სამტრედიის ნახევარი და ვანი აირჩევს თითო მაჟორიტარს. რა ბმაზია საერთოდ საუბარი? რა ჰომოგენურობაზეა საუბარი? აბსოლუტურად აბსურდული სისტემაა. აქედან გამომდინარე, აი ჩვენთვის ხელისუფლების შეუვალობა აქამდე გასაგებია, ამას არა აქვს ასე ვთქვათ, არ სჭირდება ძალიან დიდი უნარჩვევები რომ ამის ამოცნობა, ეს არის მარტივი მიზანი, მიზეზი და მიზანი. ნებისმიერი არჩევნების პირობებში, აბსოლუტურად ყველა არჩევნების პირობებში, რომელიც საქართველოში ტარდებოდა, ხელისუფლებას ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების პირობებში აქვს გარკვეული ფორა. ის რეალურად უფრო მეტ მანდატს იღებს, ვიდრე მას აქვს ხარჯება საზოგადოების. ძალიან დიდი მადლობა. მე ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატების წევრი იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში. გიორგი ახვლედიანს უსვამ იგივე შეკითხვა. ბატონო გიორგი, არის თუ არა რაიმე შანსი გაერთიანდეს ოპოზიცია ამ საკითხის ირგვლივ, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ? და მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, კეთილი იყო ჩემი პირი თქვენს ტელევიზიაში, თქვენს განახლებულ ეთერში და ძალიან დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ. რაც შეეხება გაერთიანების კონტექსტს, ამაზე ქალბატონმა იმასმამაცბანა, ბატონმა ირაკლიმაც უკვე მრავალი წელია ყოველი არჩევნების წინ ოპოზიცია ძალიან კაფეოდ თანამშრომლობს ისეთ საკითხებზე, როგორც არის საარჩევნო სისტემა უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უკვე საარჩევნო კოდექსის საკითხები. და არაერთი პირადად მე მეოთხეჯერ ვიღებ ამდაგვარ ინტერპარტიულ ჯგუფში მონაწილეობას. შესაბამისად, ამ კუთხით, ამ თვალსაზრისით, ყველა ძირითადი პოლიტიკური ორგანიზაცია დღეს ქვეყანაში არის გაერთიანებული აი ამ თემის გარშემო. მაგრამ სხვა ერთობაზე, რა თქმა უნდა, საუბარი ვერ იქნება, ეს არის თემატური ერთობა. და არ არის ალბათ რაღაც ხელოვნურ გაერთიანებებზე ვერ ვისაუბრებთ. ხელოვნური გაერთიანება გვაქვს აგერ ხელისუფლებაში კოალიციის სახით სრულიად ეკლექტური და სადმი ექანება ქვეყანა, ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო თემატიკას, საარჩევნო სისტემას, პირველ რიგში მე მინდა მივესალმო იმას, რომ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ამდენი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ და ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენეს თავიანთი ჯანმრთელობა, აი ამ საფრთხეს აერიდებენ და დღეს ისინი მათ მიეცემათ საშუალება აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის და შესაბამისად მათ ჯანმრთელობა საფრთხე აღარ დაემუქრება. იმავდროულად მე მინდა კარგად აუხსნა საზოგადოება რომ ამ შემთხვევაში კარგად გაერკვეს ვითარებაში ინტერპარტიული ჯგუფი და ძირითადად პოლიტიკური სპექტრი ამდენი წლების განმავლობაში და კონკრეტულად აი ამ ბოლო წლინახევრის განმავლობაში მუშაობთ და ძირითადად საუბრობთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ნომერ პირველ საკითხზე და ეს ირაკლიმ არაერთხელ ახსენა. ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. ანუ არა საარჩევნო კოდექსის ცვლილება და რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საარჩევნო სისტემის შემდგომ არის მნიშვნელოვანი. საარჩევნო სისტემა ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებისა თუ არ შეიცვალა, მერწმუნეთ, არავითარ სხვა ცვლილებებს კოდექსში ძირეული შედეგი არ მოხვება. იმიტომ რომ თავად ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების არსებობა არის ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველანაირად უზრუნველყოფს თვითონ სისტემა ადმინისტრაციული რესურსით ისე მოხერხებულად გამოყენებას ხელისუფლების მხრიდან, რომ პრაქტიკულად ვერანაირი კანონმდებლობა
მსჯელობით უკვე კოდექსში ამას ვერ აკრძალავ. ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთი და იგივეზე მუდმივად, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არის ნომერ პირველი გადასაწყვეტი საკითხი. შევცვლით საარჩევნო სისტემას. შევთანხმდებით ხელი, აი დავასრულებ. საარჩევნო სისტემა შეიძლება შეიცვალოს ბევრი მიმართულებით. მთავარია ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები გაუქმდეს, რომელმაც უკვე 20 წელიწადია ქვეყანას აი საარჩევნო მიმართულებით სისხლი გაუშრო და ძალიან ბევრი სხვა მიმართულება არსებობს. არის სამხარეო პროპორციული მიქსი, მთლიანად სამხარეო პროპორციული. ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რეალური რომ ხელისუფლება წავიდეს ამ დათმობაზე და თუ კი არ წავა, იმ შემთხვევაში აპირებთ თუ არა ქუჩის აქციებს ისევ. აი რაც შეეხება თქვენ იცით რომ რამდენიმე დღის წინ შაბათს იყო შეხვედრა ხელისუფლებასთან რედისონში, სწორედ ხელისუფლების საკმაოდ მაღალ თანამდებობის პირებთან იყო შეხვედრა. რამდენიმე ვიცე-სპიკერი ესწრებოდა, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარეები, უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე და ასე შემდეგ. და წარმოიდგინეთ, ჩვენ სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობდით. მას გაგვაცნეს თავიანთი ეს იდეა რო აქვთ 2020-ში რომ უნდა იყოს კარგი საარჩევნო სისტემა და ეს 4 წელიწადი ხელისუფლება რომ უნდა მოიპარონ ისევ 2016-დან 20-მდე. აი მაგას რო გთხოვენ. ეს გაგვაცნეს, მოვისმინეთ და შემდეგ 2 საათის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით რომ დაგვერწმუნებინა ხელისუფლება ერთ რამეში და სისტემას რო თავი დავანებოთ, რომ აუცილებელია შეიქმნას მოლაპარაკების ფორმატი, სადაც ვისაუბრებთ საარჩევნო სისტემებზე. არ არის არავითარი ულტიმატუმის ენით საუბარი აქ. ჩვენ ძალიან მოქნილი პოზიცია გვაქვს. ძალიან მრავალმხრივი მიმართულებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემებზე. ასე რომ ხელისუფლების ის საუბარი რომ ულტიმატუმით გველაპარაკებიან, არის ძალიან არაადეკვატური და უტიფარი პოლიტიკური პოზიცია. ეხლა რაც შეეხება და პასუხს, რომელიც 2 საათიანი მსჯელობის შემდეგ მივიღეთ ხელისუფლებისგან. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, იგივე თემაზე მე მინდა ქალბატონ მანნა ნაჭყებიასთან გადავიდე შეკითხვით. ქალბატონო აუცილებლად გექნებათ ამის საშუალება, ჩვენ არ დაგვისრულებია ჯერ საუბარი. ქალბატონი მანნა მინდა ჩავრთო ეთერში. არ დავასრულებ, მაყურებელი ვერ გაიგებს, ითი გამოვედით იქიდან. მათ გვითხრეს რომ მათ არ აქვს კომპეტენცია, ჩვენ გვითხრან დიალოგის ფორმატში მოდიან თუ არა. ამიტომ ჩვენ ვუთხარით წაბრძანდით, გაარკვიეთ არ ვიცი ბიძინა ივანიშვილთან თუ კიდევ ვინმე სხვასთან გაქვთ თუ არა ამის უფლება და ჩვენ მზათა ვართ მოლაპარაკებისათვის. უნდა გავნასხვაოთ ერთმანეთისგან საარჩევნო სისტემაზე საუბარი და კოდექსში არსებულ საკითხებზე საუბარი. კოდექსში არსებულ თემატიკაზე. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს კარმასის ის ადამიანები რომლებიც იქ იყვნენ ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ეს ღიათაც თქვეს. მაგრამ თავარია რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იყოს საუბარი. კოდექსის ცვლილება ჩვენ სამართლიან არჩევნებს ვერ ჩაგვატარებინებთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. დიდი მადლობა ქალბატონ მანნასთან მინდა იგივე შეკითხვით გადავიდე. ქალბატონ მანნა, საარჩევნო კოდექსის ცვლილება. არის თუ არა შანსი რომ ამის ირგვლივ გაერთიანდეს ოპოზიცია? ამ შეკითხვით გადავდივარ თითოეულ თქვენგანთან და თქვენც გეკითხებით ცხადია იგივეს. მოგესალმებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია ერთიანია. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს მუშაობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, არის დაახლოებით, როგორ გითხრათ, უმეტესობა მათი ცალკეული გამონაკლისების გარდა წარმოდგენილი აი ამ ფორმატში, 13 პარტიულ ფორმატში, რომელიც ცდილობს ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებასგან მიიღოს პასუხი, ან ხო, ან არა. თქვენ იცით და აქ საუბრობდნენ ჩემი კოლეგები და მე ამიტომ აღარ ვისაუბრებ განმეორებით ამ თემაზე, რომ ამ საკითხს ხოდა თავისი წინა ისტორიაც და პრაქტიკულად დღეს ჩვენ კოალიციაში ყავს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩვენთან ერთად ნაციონალური მოძრაობის პირობებში თანხმდებოდნენ მთელ რიგ ამ საკითხებზე და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ არჩევნები ჩაეთვალოს არასამართლიანად და არათავისუფლად. დღეს სამწუხაროდ იგივე პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან უკვე ხელისუფლებაში წარმოდგენილი, აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ჯდება დემოკრატიულ ჩარჩოებში, ამის გამო არჩევნებს პრობლემები არ შეექმნება და რომ ჩვენ უნდა დაუმორჩილდეთ მათ მიერ დადგენილ წესებს. მე არ ვიცი, ნაკლები ოპტიმიზმი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება, რომელიც გუშინ მოვიდა და შემოგთავაზა ის, რაც მას უნდოდა ამდენი ხნის განმავლობაში, რაიმე დათმობაზე წავიდეს, მათთვის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ბერკეთს ჩაებღაუჭონ, რომელიც თავის დროზე შემოიღო ნაციონალურმა მოძრაობამ. რამდენიმე წუთში ქალბატონი ეკაბესელია იქნება ჩვენი სტუმარი ხელისუფლებიდან და აუცილებლად მასაც დაუსვამთ. კი, მე ძალიან მინდა ქალბატონმა ეკაბესელია მითხრას.
რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის და სახელმწიფოსთვისაც ის რომ ცალკეულ მაჟორიტარებს თურმე არ სურთ ქართული ოცნების შიგნით რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს თუ ის რომ ჩვენ შევასრულოთ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება ზოგადად ჩავჭდეთ იმ სტანდარტებში რომელიც აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოებს და საერთოდ რას ნიშნავს აი ეს როდესაც ცალკეული წარმომადგენლები ხელისუფლების აცხადებენ ბატონ ნარმანიას გულისხმობდა ის ან უნდა გაემიჯნოს ყველა ბატონი ნარმანიას განცხადებებს ან უნდა თქვან რომ ისინი არ ეთანხმებიან ხო ან თვითონაც ეთანხმებიან ამ საკითხს რომ ოპოზიციამ არაფერი არ იცის რა უნდა თქვას ოპოზიციამ და ასე შემდეგ იცით ძალიან გულდასაწყვეტია ოპოზიციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან და კიდევ ერთ-ერთი გუშინ ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი გია ჟორჟოლიანი საუბრობდა რომ მართალია ვენეციის კომისია საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ რომ ისეთ საკითხთან დაკავშირებით როგორიც არის საარჩევნო კოდექსი საარჩევნო სისტემა და ზოგადად საარჩევნო გარემო უნდა იყოს ფართო კონსენსუსი ეს არის როგორც ანაბანა ნებისმიერ სახელმწიფოში უნდა იქნას მიღწეული პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი აი ამ საკითხთან დაკავშირებით და მან განაცხადა რომ რა გინდათ რას გვერდით კონსენსუსი არის თვითონ ქართულ ოცნებაში შემავალი პოლიტიკური პარტიები ამაზე თანხმდებით ანუ ხელისუფლების პოლიტიკური ძალები ამაზე თანხმდებით და ჩემი პარტიაც ამაზე თანხდება მე რამდენადაც ვიცი ბატონი გია ჟორჟოლიანი პარტიულად არ არის წარმოდგენილი ის ქართული ოცნების სიით გავიდა კი ბატონო თუ უჭერს მისი პარტია მხარს გასაგებია მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო ძალები და სიმართლე გითხრათ პირველად მესმის რომ კონსენსუსთან ითვლება თუ სახელისუფლებო ძალები თანხმდებიან ცხადია სახელისუფლებო ძალების თანხმობა არ ნიშნავს იმას რომ ეს მისაღებია დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი ქალბატონო მანნა თქვენი პარტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას თუ კი საარჩევნო კოდექსი არ შეიცვალა ამ საარჩევნო კოდექსით არჩევნებში და როგორ ფიქრობთ გაქვთ თუ არა შანსი რომ მოხდეთ ხელისუფლებაში პარლამენტში იცით რა არის საკითხი ასე თუ დავაყენეთ ჩვენ რა თქმა უნდა ეს ხელისუფლებისთვის ბევრად მომგებიანი იქნება იმიტომ რომ ქართულ საარჩევნო ისტორიაში ასე თქვა და პოლიტიკურ ისტორიაში არ მოიძებნება პერიოდი როდესაც ოპოზიცია მოახერხა თითქმის ერთსულოვანი ყოფილიყო რაიმე საკითხთან მიმართებაში ამიტომ ჩვენ ვიტყვით უარს და გამოუცხადეთ ბოიკოტს ვიღაცა აუცილებლად დათანხმდება ამიტომ ცხადია არჩევნებში მონაწილეობის მიღება მოგვიწევს მაგრამ რამდენად იქნება ამ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის საშუალება რამდენად იქნება ეს არჩევნები ის არჩევნები რომელსაც მიიღებს ქართული პოლიტიკური ბატონო ბოიკოტს არაპირებს თქვენი პარტია ჩვენ გვაქვს ამის წარე გამოცდილება რომ ბოიკოტი ქართულ სინამდვილეში არ გამოდის და თუნდაც ამის ნათელი მაგალითი იყო აი ეს შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილში როდესაც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მაინც მიიღო მონაწილეობა მათ ჰქონდა თავიანთი არგუმენტები ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანნა გიორგი ახვლედიანს მინდა იგივე შეკითხვა დაუსვა ბოიკოტთან დაკავშირებით ქალბატონ ნინო ბურჯანაძე თქვენი პარტიის ლიდერი სწორედ ირმა ინაშოს დებდა ბრალს იმაში რომ ერთადერთ პარტია იყო საქართველოს პატრიოტთა ალიანსი რომელმაც არ გამოაცხადა ბოიკოტი შუალედურ არჩევნებში და მიიღო მონაწილეობა რითაც ასე ვთქვათ ხელისუფლების თამაში ითამაშა ესე ბრძანა ქალბატონმა ნინომ გიორგი თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით აპირებთ თუ არა ბოიკოტის რეჟიმს იმ შემთხვევაში თუ კი არ დათანხმდა ხელისუფლება და არ შეცვალა საარჩევნო კოდექსი როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება და მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მომავალ არჩევნებში დიახ აი ის ბოიკოტი რომელიც გამოცხადდა შუალედურ არჩევნებზე და პრაქტიკულად ძალიან მოკლედ ყველანაირად შევეცდები რომ ძალიან მოკლედ ვთქვა რომელშიც პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი იყო ჩართული და მონაწილეობას იღებდა ბოიკოტში რომ შემდგარიყო ეს ბოიკოტი თქვენ დაასახელეთ მიზეზები რატომაც საბოლოო ჯამში ვერ შედგა რომ შემდგარიყო ეს ბოიკოტი მერწმუნეთ ეს იქნებოდა ყველაზე სერიოზული ყველაზე ძლიერი იძულება და ზეწოლა ხელისუფლებაზე რომელიც თავს კომუნისტური პარტიის მანტიაში აღმოაჩენდა მარტო დარჩენილი არჩევნებზე იძულებულს გახდიდა მას მოლაპარაკების პროცესზე წამოსულიყო და არა მოლაპარაკების პროცესზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მხოლოდ არამედ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ეს იყო ყველაზე ძლიერი იძულება სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა ამაზე აღარ გავჩერდები თუმცა იგივე პარტიის შიმშილობის აქციამ მაინც წამოიყვანა ხელისუფლება მოლაპარაკებაზე მე ესე არ ვთვლი რომ მოლაპარაკებაზე ჯერჯერობით ხელისუფლება არ წამოსულა მე ამას ესე არ ვთვლი
გამოსული. საარჩევნო კოდექსზე სალაპარაკოდ ხელისუფლება ყოველთვის მზად არის და პატარ-პატარა დათმობებს ის ყოველი არჩევნების წინ აკეთებს. 2016-ში კი ჩვენ ხელისუფლებას ვერანაირად ვერ მივცემთ იმის კომფორტს, რომ 100%-ით აიღოს ასეთ შემთხვევაში მანდატები. ანუ თქვენ მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. გავაკეთებთ რომ სისტემა შეიცვალოს, მაგრამ თუ არ შეიცვლება, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ხელისუფლებიდან შევწვით უკვე ამ სისტემას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი და ქალბატონო ირმა, თქვენ მოისმინეთ სხვა პარტიების პოზიციები და სულ რამდენიმე წუთი გადაგჭირთ. მოკლედ უპასუხებ, ჯერ ერთი ბატონო გიორგი მუდმივად აპელირებდა სისტემის ცვლილებაზე და აკნინებს იმ ცვლილებების მნიშვნელობას, რაზეც ეხლა მიდის ლაპარაკი და რა ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე საარჩევნო გარემოს ცვლილებების კუთხით კოდექსი ახსენეთ ჩვენ რამდენჯერმე, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ორივე მიმართულებით უნდა წავიდეს ბატონო გიორგი ცვლილებები. ხომ არ ნანობს ირმა ინაშვილი რომ საგარეჯო საარჩევნოში მონაწილეობა მიიღო. საარჩევნო სისტემის კუთხითაც უნდა წავიდეს ცვლილებები და საარჩევნო გარემოც უნდა შეიცვალოს ქვეყანაში თავისი საარჩევნო კოდექსით და ასე შემდეგ. აი ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ ორივე მიმართულებას პრიორიტეტულად აღიარებს, განსხვავებით თქვენგან რომელსაც აქცენტი მაინც და მაინც სისტემის ცვლილებაზე აქვს, თუმცა იქაც ჩვენც იგივეს ვითხოვთ, რასაც თქვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. მე მინდა მთავარი რამე ვთქვა, ბოიკოტის თემა, აქ მრავალგზის დაისვა ეს საკითხი. ჩვენ არ ვიზიარებდით ბოიკოტს აი ამ გზას და დღესაც მე იგივე აზრზე ვრჩები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი მონაწილეობა ამ არჩევნებში და არავით არ მოლაპარაკებებს იმის გამო, რომ ბოიკოტს გამოაცხადებდით, ხელისუფლება თქვენთან, ანუ საერთო ჯამში ოპოზიციასთან არ დაიწყებდა. ხა ეს ილუზია ნურავის ნუ ექნება. ამ მონაწილეობით არჩევნებში ჩვენ ვნახეთ, უკვე კონკრეტულად ვნახეთ, რას აპირებს ხელისუფლება და რას გეგმავს 2016 წლისთვის. ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთმა ფლაგმანმა ბრჭყალებში კოალიციისა რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა მინისტრებმა რა იკადრეს ამ არჩევნებში, ჩვენ დღის წესრიგიდან არ მოგვიხსნია ამ მინისტრების გადაყენების მოთხოვნა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გარწმუნებთ ბატონო გიორგი, მე რო არ მიმეღო ამ არჩევნებში მონაწილეობა, ვერ დაინახავდა საზოგადოება თინათინ ხიდაშელის, აგულაშვილის, მთელი ამ კლანის, პოლიტიკური კლანის, ასე ვთქვათ, სახეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე, მე დღეს ის მოლაპარაკებები რაც შედგა, მე ვთვლი რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებით ბატონი გიორგისაგან, რომელიც ასე არ თვლის და ნუ თვლის. მე არ მაინტერესებს ის რა თვლის, რას თვლის. მე რეალობიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ ხელისუფლებამ გადმოდგა ნაბიჯი, სწორედ ჩვენი საპროტესტო აქციები იყო ამისი მთავარი ბიძგის მიმცემი. ხელისუფლებამ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ერთად დავიწყებთ ამ ცვლილებებზე მუშაობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე არ ვამბობ იმას, რომ ზუსტად ვიცი რა იქნება ამ მუშაობის შემდეგ. ნახოთ რა იქნება და როგორ წავა პროცესი და ჩვენც ადეკვატურად უპასუხებთ ხელისუფლებას. თუ შედეგი არ იქნება მიღწეული, 2-3 თვეა დაახლოებით საჭირო. არავინ ჩვენ არ გვიშლის პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მივმართოთ და დიდი მადლობა. კიდე ერთხელ შევანჯღრიოთ ხელისუფლება. 16 დღიანი შიმშილობა დღეს პატრიოტთა ალიანსმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ირმა ინაშვილი, მანანა ნაჭყებია, ირაკლი ჩიკოვანი, გიორგი ახვლედიანი. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩართვა პარლამენტიდან და ეკაბესელია. გამარჯობა. მთავარი თემები, მთავარი სტუმრები და პრიორიტეტები, ეთერშია პრიორიტეტი მე მაკარაზმაძე ვარ. შეწყვეტს თუ არა აქციიდან მე-15 დღეს შიმშილობას პატრიოტთა ალიანსი. ხელისუფლებას და ირმა ინაშვილს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ირმა ინაშვილი მოლაპარაკებიდან პირდაპირ პრიორიტეტის სტუდიაში. რას ფიქრობენ სხვა პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე? ემთხვევა თუ არა ინაშვილის და დანარჩენი პარტიების პოზიციები ერთმანეთს. გადაცემის პირველ ნაწილში პატრიოტთა ალიანსის გაერთიანებული დემოკრატების ახალი მემარჯვენეებისა და ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის პოზიციები ჩვენს ეთერში. რას ფიქრობს ხელისუფლება? უნდა შეიცვალოს თუ არა საარჩევნო გარემო არჩევნებამდე 1 წლით ადრე. საარჩევნო გარემოზე და ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტების შესახებ ჩვენ შეკითხვებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უპასუხებს. პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან. ჯერ კი ჩვენი პირველი ბლოკი და პრიორიტეტის სტუმრები. ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, მანანა ნაჭყებია,
მოწმეებია ახალი მემარჯვენეები. გიორგი ახვლედიანი, ერთიანი დემოკრატიული მოძრაობა, ირაკლი ჩიქოვანი, გაერთიანებული დემოკრატები. პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ჩაგვერთვება ირაკლი ჩიქოვანი, ჯერ კი სტუდია ქალბატონი ირმა ინაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო ირმა, დიდი მადლობა, რომ უკვე მე-15 დღეა შიმშილობთ და ხართ ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორი კვირა, არა მარტო ჩვენი პარტიის ისტორიაში, არამედ საქართველოს ცხოვრებაში, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, იმიტომ რომ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე საუბრობდით და საუბრობთ ჩვენ. ის რაც გვაჩვენა საგარეჯოს არჩევნებმა და ეს არჩევნები გაყალბდა ხაზგასმით, უნდა ვთქვათ, იყო მანიშნებელი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს 2016 წელს. ამიტომ ჩვენ უთხარით ხელისუფლებას. თქვენ არ აღიარებთ, რომ არჩევნები გაყალბდა, არც ერთ ხელისუფლებას ეს არ უღიარებია, კი ბატონო, ნუ აღიარებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ გაყალბდა. გვაქვს კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები, მაგრამ მომავალზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ. ჩვენ გვჭირდება გარანტია ხელისუფლებისაგან, რომ შეიცვლება საარჩევნო გარემო 2016 წლისთვის. აბსოლუტურად კონკრეტული მოთხოვნები გვაქვს ჩვენ ამ ნაწილში. ცვლილებების პაკეტით წარვადგინეთ. დღეს მე და ბატონი გოჩა თევდორაძე ვიყავით ჩვენი პარტიის კიდევ ერთი ლიდერი შეხვედრაზე და ამ შეხვედრაზე მინდა შეგეკითხოთ სწორედ უკაცრავად რამდენიმე წუთია სულ დასრულდა თქვენი შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვის შეხვდით? რამდენად შემთხვევით ცნობილია ქალბატონ ეკაბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძე. კიდე ვის შეხვდით და რა გადაწყდა ამ შეხვედრაზე? შეწყვეტს თუ არა პატრიოტთა ალიანსი ორი კვირის თავზე შიმშილობას? იცით რაშია საქმე? ჩვენი მოთხოვნა იყო და არის საარჩევნო გარემოს შეცვლა. ჩვენ ხელისუფლებას ვეუბნევით, გვითხრი, ხარ მზად შეიცვალოს საარჩევნო გარემო. დავიწყოთ ამაზე მუშაობა. ამას ვეუბნეოდით. რა გიპასუხათ ხელისუფლებამ? ამას ვეუბნეოდით ხელისუფლებას 16 დღით ადრე სხვათა შორის, მაგრამ შიმშილობის აქციას მაშინ მიმართავს პოლიტიკური ლიდერი თუ პოლიტიკური პარტია ან პარტიები, როდესაც ყრუკედლები ჩდება გარშემო, როცა ყველა სასამართლო პროცესს აგებ და მართალი ხარ. როდესაც CSKO არის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში. როდესაც ვერ ამტკიცებს ადამიანი, რომ მართალია, მაშინ რჩება ერთ-ერთი უკიდურესი მართალია, მაგრამ შვიდობიანი ფორმა შიმშილობის, რაც აპრობირებულია მთელ მსოფლიოში. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მაინც და მაინც ზეწოლა, როგორც ამას აღიქვამდა ხელისუფლება. ეს არის სიგნალი და იყო სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ შენ უნდა შეცვალო საარჩევნო გარემო და გამოგვეხმაურა ჩვენ ბოლოს და ბოლოს ხელისუფლება. დღეს იყო შეხვედრა პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან ქალბატონ მანანა კობახიძესთან, ასევე მე შევხვდი უმრავლესობის ლიდერს ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ეკაბესელიას. ხელისუფლება ამ შემთხვევაში მისი საპარლამენტო ნაწილი ამბობს, რომ მზად არის დაიწყოს აი ამ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი, მუშაობა. ჩვენ გავწერეთ ეს ნაბიჯები, როგორ უნდა ვიმუშაოთ და ამას ვითხოვდით ჩვენ. ანუ პატრიოტთა ალიანსმა გარკვეულწილად გაიმარჯვა, შეიძლება ესე ითქვას, პირველ ეტაპზე. იცით, იმ ადამიანებმა გაიმარჯვეს. შიმშილობა შეწყდება თუ არა ის აქცია, რომელიც ახლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს პარლამენტში. ცხადია, ჩვენ ამაზე ვიყავით შეთანხმებული, რომ შეწყდება შიმშილობა თუ დაიწყება კონკრეტული საუბარი ამ ცვლილებებზე, რაც ჩვენ წარვადგინეთ. თქვენ თვლით, რომ დაიწყო ეს საუბარი თუ იცით რა, პროტესტის ფორმას ჩვენ ნებისმიერ დროს მივმართავთ. ეს ხელისუფლება, მათყუ არა ხელისუფლებაა სხვათა შორის. მე მაქვს ამისი გამოცდილება, რომ მას არაერთხელ დაურღვევია სიტყვა, ამიტომ ვერ გეტყვით, რომ 100%-იანი ნდობა აქვს ჩემი ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, მაგრამ საპარლამენტო ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ დავიწყოთ ცვლილებებზე მუშაობა. ეს არის ყველა იმ ადამიანის მიღწევა, რომელიც 16 დღის მანძილზე წვიმასა და ქარში და ამაზეც ვისაუბროთ მერე. ხელისუფლებამ როგორ წარმოაჩინა თავი ამ ნაწილში. იბრძოლა იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს ქვეყანაში და ჩვენ დავიწყებთ უკვე მომავალი კვირიდან, აი ამ დღეებში რომ წვიმასა და ქარში იყვნენ 16 დღე ეს ადამიანები. დღეს ისინი გაათევენ თუ არა საკუთარ სახლებში ღამე? ცხადია, ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ დავიწყოთ, გადავიტანოთ პარლამენტში ეს ჩვენი მუშაობა, ცვლილებების პაკეტი, კიდე ერთხელ ვამბობ, წარვადგინეთ დღეს, რომ ზედმეტი დატვირთვა არ ქონოდა ხელისუფლებას, იმიტომ რომ იყო ბევრი კითხვა, რას ითხოვთ კონკრეტულად, რაზეა საუბარი. აი ბატონო, წარვადგინეთ, რას ვითხოვთ კონკრეტულად.
პრაქტიკულად ეხა დღეს რო ვისაუბრეთ ქალბატონ ეკავესელიასთან, მანანა კობახიძესთან, ზვიად კვაჭანტირაძესთან, ვერ გეტყვით რომ ისინი არ არიან ჩვენი თანამოაზრეები ამ ნაწილში. თანამოაზრეები არიან, ეს გამოჩნდა დღეს, მათ აქ სულისკვეთება რომ ჩვენთან ერთად შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი, კანონმდებლობა, იმიტომ რომ ბევრი ბურუსია. ბევრი ბუნდოვანი კანონი, ამით მე მანიპულირებდა რესპუბლიკური პარტია სხვათა შორის იმ არჩევნებში, საგარეჯოს არჩევნებში. და არ უნდა დავტოვოთ ესეთი ბუნდოვანი კანონები. კაფიოდ უნდა ითქვას პირველი, რას ვითხოვთ ჩვენ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის უმკაცრესი შეზღუდვა, რომ გარანტია მაინც არ გაქვთ თქვენ ესე აღიქვამთ ამას. საჯარო მოხელებს აღარ კონდეთ უფლება სოფლის რწმუნებულებს, გამგებლებს და ასე შემდეგ, რომ მინისტრებსაც სხვათა შორის პირდაპირ ჩაერთონ არჩევნებში და მოახდინონ ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო თქვენი რამდენადაც ზეგავლენა ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ 2000 ლარიანი ჯარიმა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა იყოს ატანილი სისხლის სამართლის დანაშაულის რანგში, ასევე ჩვენ იმ დანაპირების შესრულებას ვთხოვთ ხელისუფლებას, რასაც ის გვპირდებოდა 2012 წლის ოქტომბერში. ეს არის პარიტეტი, თანაბარი საარჩევნო პირობები. ჩვენ რატო არ უნდა გვყავდეს CSKO-ში ჩვენი წევრი, ჩვენ ხო ვართ კვალიფიციური პარტია, ჩვენც ლეიბორისტებიც ასევე 10 წევრი ყავს ქართულ ოცნებას. ერთი ნაცმოძრაობას ქალბატონ ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა თქვენ. ამაზე მოდის ხელისუფლება მოთხოვნების შესრულებაზე. იცით ახლა დღეს რაც ითქვა მოდიან მაგრამ უკვე უნდა გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. შიმშილობა შეწყდება თუ არა კონკრეტულად შეგიძლიათ? შეწყდება, რა თქმა უნდა, არ არის. დღეს შეწყდა შიმშილობა. ჯერ არ ავსულ ვარ მე მოშიმშილებთან, პირდაპირ თქვენ სტუდიაში წამოვედი, მაგრამ ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ თუ დაიწყება მუშაობა და მიხარია რომ დაიწყო და ბოლოს და ბოლოს გამოფხიზდა ხელისუფლება და 16 დღის მერე ჰქონდათ რეაქცია. ეხლა ძალიან დიდი დროა 16 დღე. მე ვფიქრობ, უფრო ადრე უნდა ქონოდათ რეაქცია. მით უმეტეს თუ გქონდათ მზაობა რომ შეიცვალოს ქვეყანაში საარჩევნო გარემო, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს შევხვდით, დავიწყოთ, წინ არაფერი არ უდგას. კიდე დავიწყებთ შიმშილობის აქციას, თუ მორიგჯერ მოიტყუებს ხელისუფლება და ამ ცვლილებებს არ განახორციელებს. ძალიან დიდი მადლობა. ანუ ჩვენ შეგვიძლია უკვე ღიად განვაცხადოთ, რომ შიმშილობის 16 დღიანი აქცია შეწყვეტილია პატრიოტთა ალიანსის მიერ და ჩვენ შემოგვიერთებიან ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, ქალბატონი მანანა ნაჭყებია და ბატონი გიორგი ახვლედიანი. ჩვენ შეგვიძლია მათი აზრიც მოვისმინოთ ამ თემებთან დაკავშირებით და თუმცა ვიდრე წინასაარჩევნო კოდექსის თემაზე გადავალთ, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში დასრულდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომა, რომელიც თავისუფალი დემოკრატების პარტიის ინიციატივით შეიკრიბა და საინტერესოა ბატონ ირაკლის მინდა შევეკითხო, რომელიც პირდაპირ ეთერში არის ამ წუთას ჩვენთან ერთად, რატომ მოითხოვეთ ეს კომიტეტის საგანგებო სხდომის შეკრება? ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მოგესალმებით მაგათ, კომიტეტის შეხვედრის მიზანი ჩვენი პოზიციიდან იყო ის, რომ თქვენ კარგად ხედავთ და საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საფრთხე არსებობს ტერორიზმის ევროპაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებებიც, რომელი გარემოებებიც დაკავშირებულია ჩვენ სახელმწიფოსთან, გულისხმობ კერძოდ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე უკვე არის გადასული სირიაში და ბრძოლობს ისლამური სახელმწიფოს მხარეზე, ასევე არის გარკვეული ინფორმაციები და ვრცელდება კონკრეტული ვიდეო რაღაცა მოხარებით, რომელსაც მე ასე ვთქვათ დიდ ყურადღებას არ მივანიჭებდი, რომ არა ეს საერთო ფონი. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, ამ განვითარებული მოვლენების გამო აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს, კერძოდ კი კონტრტერორისტულ ცენტრს უნდა მიეცეს შესაძლებლობების გაზრდა, უნდა გაეზარდოს დაფინანსება და ასევე უნდა მიეცეს უფრო მეტი დაფინანსება ჩვენი საზღვრის დეპარტამენტს, რათა მოხდეს სრული კონტროლი ჩვენი საზღვრების. ჩემი მიმართვა იყო მიმართული კომიტეტის თავმჯდომარის მიმართ, ბატონი ირაკლი სესიაშვილის მიმართ და მე მას ვთხოვე და მიმართეთ ხოვნით, რომ მას გამოიყენებინა ის დისკრეციული უფლება, რომელიც მას გააჩნია როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, მოეწვია სპეციალური სხდომა და ამ სხდომაზე ჩვენ ასევე დაგვეპატიჟებინა ჩვენი სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც ჩვენ ამ კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრებდით. ამ საკითხების გარდა მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს,
ამ მომატებული საფრთხეების პირობებში მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზს გავუსვამ რომ საქართველოს წინ არ უდგას გარდუვალი და პირდაპირ ტერორისტული საფრთხე ეს ხაზი მინდა გავუსვამ მაგრამ მომატებული საფრთხეების პირობებში რასაც ხედავთ ევროპაში და რასაც ხედავთ ახლო აღმოსავლეთში ჩვენ გვჭირდება კონკრეტული მოქმედებები გვჭირდება კონკრეტული შესაძლებლობების განვითარება რაც თავიდან აგვარიდებს საფრთხეებს მე არ ვიცი ის ადამიანი რომელიც ვარ თავდაცვის უშიშროების კომიტეტის თან დაინტერესებული ადამიანი თან ყველა საინფორმაციო საშუალების და შესაძლებლობის სვადები მე არ ვიცი რომ ამი კონკრეტული გეგმა რო ხონდეს ხელისუფლებას გაქცა თუ არა ხელისუფლებამ პასუხი ამაზე ხელისუფლებამ გახსოვა ის რომ ხელისუფლებამ გახსოვა ის პასუხი რომ ის როგორც ყოველთვის საკუთარ თავს ადარებს ნაციონალურ მოძრაობას და მათზე უკეთესად მიაჩნია და უბრალოდ ამდენი ხანი ვერ მიხვდა ხელისუფლება რომ ნაციონალურ მოძრაობაზე უკეთესად ყოფნა არაფერს არ ნიშნავს რეალურ ჩართულობაზეა საჭირო მათ ეს გადაიყვანეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ჭრილში თითქოს და ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირებაში მე ხაზი მინდა გავუსვა როგორც კომიტეტის ხდომაზე ასევე ჩემს წერილში პირდაპირ მიუთითე რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც ასე ვთქვათ ოპოზიციური და სახელისუფლებო ძალის დაპირისპირების შეხვედრა კომიტეტის ხდომაზე მაქვს საუბარი არამედ ამ კონკრეტულ კომიტეტის ხდომაზე ჩვენ გინდა დახურულ, გინდა ღია ფორმატში. მე არ მინდოდა ამ კომიტეტის ხდომიდან მასკარადი მომეწყო, როგორც ამას ჩვენი კოლეგები ნაციონალური მოძრაობიდან აწყობენ, მაგრამ მინდოდა ძალიან საქმიანი და კონკრეტული საუბარი და უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენ გვაქვს ამ გამოვიდა ეს საქმიანი საუბარი. შეგვიძლია არა, არ გამოვიდა, უბრალოდ ხელისუფლება შეუვალია. მათ უბრალოდ ბოლო დროს დასჭემდათ ის, რომ საკუთარი არიციან და სხვისიც არ ესმით. გასაგებია, დიდი მადლობა. მოდით გადავიდეთ მთავარ თემაზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, საარჩევნო კოდექსი. ეთანხმებით თუ არა თქვენ ირმა ინაშვილის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებს ხელისუფლების მიმართ და იქნებით თუ არა ერთიანი პატრიოტთა ალიანსთან? პირველ რიგში, როდესაც ქალბატონმა ირმა ინაშვილი დიახ, გისმენთ. პირველ რიგში, როდესაც ქალბატონმა ირმა ინაშვილმა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას, სიმშილობას, ჩვენ მაშინ თავიდროზე და თავისუფალი დემოკრატები მეც პირადად გამოვედი, რომ მას უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა და ყველა საშუალება, რათა დაემტკიცებინათ საკუთარი სიმართლე თუ ის თვლის, რომ რაიმე დანაშაული არსებობს და ამისთვის არსებობს სპეციალური ინსტანციები, თუმცა როგორც ადამიანს, როგორც პიროვნებას, როგორც პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, ჩემთვის ესეთი უკიდურესი ფორმის გამოყენება მართლაც ადამიანურად მძიმე აღსაქმელი იყო, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანის შიმშილობა არის ძალიან რთული ვითარება. მე ვთვლი რომ ქალბატონმა ირმამ უნდა გამოიყენოს და ყველა იმ ადამიანმა, ვინც შიმშილობენ, უნდა გამოიყენოს, რათა შეწყდეს ეს შიმშილობა და მათ არ ექნეს, მათ ჯანმრთელობას არ მიედგეს მეტი ზიანი, რაც უკვე მეყენებული აქვს, თუმცა ძალიან დაიმედებულებიც ნუ იქნებიან. ეს არის უბრალოდ ალბათ რაღაცა შესაძლებლობა, რომელიც ხელისუფლებასაც არ უნდა რომ მოშიმშილეები ყავდეს კანცელარიის წინ და ეს დანაპირები მე რამოდენიმე საკითხი პირადად თქვენ თუ გაქვთ იმედი რომ ხელისუფლება შეცვლის საარჩევნო კოდექსს? გიპასუხებთ, ქალბატონმა ირმამ რამოდენიმე საკითხი ჩამოთვალა და ამ რამოდენიმე საკითხიდან პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ხელისუფლება ნამდვილად არ წავა ისეთ აკრძალვებზე როგორიც არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების ანუ მინისტრების არ მონაწილეობაზე საარჩევნო კამპანიის მაშინ ჩათვალეთ რომ მთელი მინისტრთა კაბინეტი რომელიც ახლა ყავს უნდა გაუშვენ კაბინეტიდან იმისათვის რომ 2016 წლის არჩევნებში მიიღონ მათ მონაწილეობა აქვე დავზენ იმას რომ ყველა ხელისუფლება სამწუხაროდ ერთ ერთი ხელისუფლება სამწუხაროდ ვერ ელეოდა ეგრეთ წოდებული გამგებლების ინსტიტუტს სოფლად რომელიც პრაქტიკულად ასე ვთქვათ მათი გარანტიის ის არის და ასე რომ აქ ბევრი საკითხი ქალბატონ ირმას სურს პასუხი გაგცეთ ბატონო ირაკლი თუ გესმით ჩვენი ქალბატონ ირმას სურს პასუხი გაგცეთ და იქნებ მოусმინოთ დიახ ირაკლი გამარჯობა მე მგონი თქვენ არ ხართ ინფორმირებული რომ ჩვენ გავიარეთ თითქმის ყველა სამართლებრივი გზა და გამოვიყენეთ ეს რესურსი სამართლებრივ ნაწილში ეხლაც მიდის სასამართლო პროცესები მაგრამ ყველა კარი არის ჩაკეტილი ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აკმაყოფილებს არანაირ საჩივარს ყველა სასამართლო მაშინ როცა შენ მართალი ხარ იგივე სპეცსუბანთან დაკავშირებით როდესაც რაღაცა კომენტარს ვაკეთებთ კარგი იქნება რომ შევისწავლოთ ეს საკითხი მე ვიცი რომ თქვენი პოლიტიკური გუნდიც 2012 წელს ამ სპეცსუბნების თემას ძალიან მწვავე დაკრიტიკებდა და ეხლაც ზუსტად ვიცი რომ ჩემი თანამოაზრეები ხართ ამ ნაწილში როცა არ არის საჭირო სპეცსუბნის შექმნა არ უნდა შეიქმნას მე იმისი თქმა მინდა რომ ჩვენ გავიარეთ და გავდივართ ამ სამართლებრივ გზას მინდა იმისი თქმა რომ ყველგან იყო ყრუკედლები და როცა პოლიტიკური ძალა ხარ დიახ საკმაოდ რადიკალური ფორმაა შიმშილობა მაგრამ ეს არის უკიდურესი ყველაზე მშვიდობიანი ფორმა და მე გეუბნევით რომ კი ეს ხელისუფლება ბევრ დათმობაზე არ წამოვა მაგრამ
პოლიტიკური პროცესი შექმნა ამ ბრძოლამ და დაიწყო ხელისუფლებამ იმაზე საუბარი, რომ შესაძლებელია ეს მთელი გარემო. დიდი მადლობა, მე მინდა ორივე თქვენგან შეგეკითხოთ, არის თუ არა შანსი? იმას ვერ შეიძლება, მაგრამ შეიძლება, რაღაცა დიდ ნაწილს შეიძლება, ერთად ვნახავთ ამას. არის თუ არა შანსი თქვენი გაერთიანების, ანუ ოპოზიციის გაერთიანების, თუნდაც ამ თემასთან დაკავშირებით. ოპოზიცია მუშაობდა საარჩევნო გარემოს. ბატონ ირაკლისაც ვეკითხები, ბატონ გიორგი ახვლედიანს, ხალბატონ მანნა ნაჭყებიას, რომელიც ეხა შემოვიყვანთ ეთერში დაკავშირებით არის პარტიების ერთობა. ისინი მუშაობენ ჩვენც მათ შორის ამ ფორმატი არსებობს სპეციალური საარჩევნო გარემოს და სისტემის შეცვლის თაობაზე, მაგრამ ეს იყო პრაქტიკულად მონოტონური პროცესი. მას შემდეგ კარგია გააქტიურდა ეს პროცესი, მას შემდეგ რაც ჩვენ გადავედით ესეთ მწვავე ფორმაზე და კარგი იყო ეს იყო მხოლოდ პოზიტივი საერთო პოლიტიკური პროცესისთვის მერწმუნეთ ყველა პარტიას მოუტანს ეს სარგებელს და საზოგადოებას მოუტანს პირველ რიგში სარგებელს, იმიტომ რომ შეიცვლება რაღაცა მაინც შეიცვლება. ბატონი ირაკლი რას ფიქრობს ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით? გაერთიანება არ არის, ეს არის უბრალოდ თანამოაზრეობა ამ საარჩევნო პრობლემატიკასთან. თუმცა ოპოზიციის გაერთიანება არის ძალიან სენსიტიური თემა საქართველოს. გისმენთ ბატონო ირაკლი. გეტყვით რომ როდესაც საუბრობდი იმაზე რომ ვიყავი თუ არა ინფორმირებული, დიახ ვიყავი და მეგონა რომ ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა ვიცვლი რომ მისი უფლება შალახულია. უბრალოდ მე როგორც ადამიანი გამოხატავდი რომ უკიდურესი ფორმის გამოხატვის დროს ეს ჩემთვის მძიმე შესახედი იყო ნებისმიერი ადამიანის. აქ საუბარი არ არის პოლიტიკურ ძალაზე ან რაღაცა კონკრეტულ მიზანზე. რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, ოპოზიცია ყოველთვის იყო გაერთიანებული, გულწრფელად გეტყვით, ეს ჯერ კიდევ 2009 წელს, 10 წელს, 11-ში, 12-ში ოპოზიცია ყოველი არჩევნების წინ საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში იყო ძალიან ჩამოყალიბებული და ერთხმად საუბრობდა პირდაპირ გეტყვით ამას, იმიტომ რომ ამის პრობლემა არ არსებობს. მთავარი მიზანი ნებისმიერი ოპოზიციური ძალისთვის არის ნორმალური და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა. ბატონო ირაკლი, თქვენ ხართ თუ არა თანახმა დაუშვათ თუნდაც ამ თემის ირგვლივ რომ გაერთიანდეთ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. არა, გაერთიანებას გავდუნება ჩვენ ინტერპარტიულ ჯგუფთან გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ძალიან ხშირი ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს შეხვედრები, რომელზეც ისინი აქ მობრძანდებიან პარლამენტში და ჩვენ აქ ვსაუბრობთ თავისუფალი დემოკრატების ფრაქციაში. შედეგი თუ არის შეხვედრები, მათ ყოველკვირეულ მათ დავასრულებ ამ კითხვას. გვაქვს ხუთშაბათობით მათ შეხვედრები აქვს ყოველ ხუთშაბათს და რამდენიმე შეხვედრაზე ჩვენც ვესწრებით. შედეგი არის ის, რომ დღეს ამ პარტიებს პრაქტიკულად კი არა, თავიდან ბოლომდე სრულად ჩამოყალიბებული ხედვა გააჩნიათ თუ როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო საქართველოში და რა არის ამისთვის გასაკეთებელი. დაახლოებით 15 კანონს ეხება პაკეტებით, ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ რომ გატარდეს და რომელიც ძირითადი და ამოსავალით არსი არის საარჩევნო სისტემა. აი ეს არის შედეგი. დღეს საქართველოში პრაქტიკულად აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია იზიარებს იმ პოზიციას, რომ სისტემაა შესაძლებელი საარჩევნო, აბსოლუტურად ყველა იზიარებს იმ განწყობას, რომ მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქები არ შეიძლება არსებობდეს და ეს ყველაფერი 2016 წლის არჩევნებამდე ძალიან მარტივად მოსასწრებია და უფრო მეცაც გეტყვით, რომ ეს ქვეყანა ზოგადად გაცილებით უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ის, რასაც ოცნება გვთავაზობს დღეს, რომელიც არის პრაქტიკულად საშობაო ნამცხვარევით ჩვენი ქვეყნის დაჭრა გამოჭრა. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, როდესაც ადამიანები ხელისუფლების მხრიდან საუბრობენ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ მაჟორიტარსა და საკუთარ ამომრჩეველს ბმის უზრუნველყოფა. ერთი შეკითხვა მაქვს, როდესაც მაჟორიტარს აირჩევს ერთად მარტვილი და აბაშა, როდესაც ერთ მაჟორიტარს აირჩევს ჩხოროწყუ და წალენჯიხა, უფრო მეტიც სამტრედიის ნახევარი და ხონი, მეორე სამტრედიის ნახევარი და ვანი აირჩევს თითო მაჟორიტარს. რა ბმაზია საერთოდ საუბარი? რა ჰომოგენურობაზეა საუბარი? აბსოლუტურად აბსურდული სისტემაა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ხელისუფლების შეუვალობა აქამდე გასაგებია, ამას არა აქვს ასე ვთქვათ, არ სჭირდება ძალიან დიდი უნარჩვევები რომ ამის ამოცნობა, ეს არის მარტივი მიზანი, მიზეზი და მიზანი. ნებისმიერი არჩევნების პირობებში, აბსოლუტურად ყველა არჩევნების პირობებში, რომელიც საქართველოში ტარდებოდა, ხელისუფლებას ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების პირობებში აქვს გარკვეული ფორა. ის რეალურად უფრო მეტ მანდატს იღებს, ვიდრე მას აქვს ხარჯება საზოგადოების მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა. მე ირაკლი ჩიქოვანი, თავისუფალი დემოკრატების წევრი იყო ჩვენთან პირდაპირ ეთერში. გიორგი ახვლედიანს უსვამ იგივე შეკითხვა.
კითხვას ბატონო გიორგი. არის თუ არა რაიმე შანსი გაერთიანდეს ოპოზიცია სამ საკითხის ირგვლივ, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. და მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კეთილი იყო ჩემი ფეხი თქვენს ტელევიზიაში, თქვენს განახლებულ ეთერში და ძალიან დიდი წარმატებები მინდა გისურვოთ. რაც შეეხება გაერთიანების კონტექსტს, ამაზე ქალბატონმა იმასებზანა, ბატონმა ირაკლიმაც უკვე მრავალი წელია ყოველი არჩევნების წინ ოპოზიცია ძალიან კაფეოდ თანამშრომლობს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო სისტემა უპირველეს ყოვლისა და შემდეგ უკვე საარჩევნო კოდექსის საკითხები. და არაერთი, პირადად მე მეოთხეჯერ ვიღებ ამდაგვარ ინტერპარტიულ ჯგუფში მონაწილეობას. შესაბამისად, ამ კუთხით, ამ თვალსაზრისით, ყველა ძირითადი პოლიტიკური ორგანიზაცია დღეს ქვეყანაში არის გაერთიანებული აი ამ თემის გარშემო. მაგრამ სხვა ერთობაზე, რა თქმა უნდა, საუბარი ვერ იქნება, ეს არის თემატური ერთობა. და არ არის ალბათ რაღაც ხელოვნურ გაერთიანებებზე ვერ ვისაუბრებთ. ხელოვნური გაერთიანება გვაქვს აგერ ხელისუფლებაში კოალიციის სახით სრულიად ეკლექტური და სადმე ექანება ქვეყანა, ამას ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო თემატიკას, საარჩევნო სისტემას, პირველ რიგში მე მინდა მივესალმო იმას, რომ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ამდენი დღის განმავლობაში შიმშილობდნენ და ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენეს თავიანთი ჯანმრთელობა, აი ამ საფრთხეს აირიდებენ და დღეს ისინი მათ მიეცემათ საშუალება აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლის და შესაბამისად მათ ჯანმრთელობა საფრთხე აღარ დაემუქრება. იმავდროულად მე მინდა კარგად ავხსნა საზოგადოება რომ ამ შემთხვევაში კარგად გაერკვეს ვითარებაში ინტერპარტიული ჯგუფი და ძირითადად პოლიტიკური სპექტრი ამდენი წლების განმავლობაში და კონკრეტულად აი ამ ბოლო წლინახევრის განმავლობაში მუშაობს და ძირითადად საუბრობთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ნომერ პირველ საკითხზე და ეს ირაკლიმ არაერთხელ ახსენა. ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. ანუ არა საარჩევნო კოდექსის ცვლილება და რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საარჩევნო სისტემის შემდგომ არის მნიშვნელოვანი. საარჩევნო სისტემა ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებისა თუ არ შეიცვალა, მერწმუნედ არავითარ სხვა ცვლილებებს კოდექსში ძირეული შედეგი არ მოხვება. იმიტომ რომ თავად ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების არსებობა არის ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველანაირად უზრუნველყოფს თვითონ სისტემა ადმინისტრაციული რესურსით ისე მოხერხებულად გამოყენებას ხელისუფლების მხრიდან, რომ პრაქტიკულად ვერანაირი კანონმდებლობით უკვე კოდექსში ამას ვერ აკრძალა. ეს ყველამ კარგად ვიცით. ამიტომაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთი და იგივეზე მუდმივად, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება არის ნომერ პირველი გადასაწყვეტი საკითხი. შევცვლით საარჩევნო სისტემას. შევთანხმდებით აი დავასრულებ. საარჩევნო სისტემა შეიძლება შეიცვალოს ბევრი მიმართულებით. მთავარია ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები გაუქმდეს, რომელმაც უკვე 20 წელიწადია ქვეყანას აი საარჩევნო მიმართულებით სისხლი გაუშრო და ძალიან ბევრი სხვა მიმართულება არსებობს. არის სამხარეო პროპორციული მიქსი, მთლიანად სამხარეო პროპორციული. ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რეალური რომ ხელისუფლება წავიდეს ამ დათმობაზე და თუ კი არ წავა, იმ შემთხვევაში აპირებთ თუ არა კუჩის აქციებს ისევ. აი რაც შეეხება თქვენ იცით რომ რამდენიმე დღის წინ შაბათს იყო შეხვედრა ხელისუფლებასთან რედისონში, სწორედ ხელისუფლების საკმაოდ მაღალ თანამდებობის პირებთან იყო შეხვედრა. რამდენიმე ვიცე-სპიკერი ესწრებოდა, უმრავლესობის ლიდერი, ფრაქციის თავმჯდომარეები, უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე და ასე შემდეგ. და წარმოიდგინეთ, ჩვენ სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობდით. მათ გაგვაცნეს თავიანთი ეს იდეა რო აქვთ 2020-ში რომ უნდა იყოს კარგი საარჩევნო სისტემა და ეს 4 წელიწადი ხელისუფლება რომ უნდა მოიპარონ ისევ 2016-დან 20-მდე. აი მაგას რო გთხოვენ. ეს გაგვაცნეს, მოვისმინეთ და შემდეგ 2 საათის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით რომ დაგვერწმუნებინა ხელისუფლება ერთ რამეში და სისტემას რო თავი დავანებოთ, რომ აუცილებელია შეიქმნას მოლაპარაკების ფორმატი, სადაც ვისაუბრებთ საარჩევნო სისტემებზე. არ არის არავითარი ულტიმატუმის ენით საუბარი აქ. ჩვენ ძალიან მოქნილი პოზიცია გვაქვს. ძალიან მრავალმხრივი მიმართულებებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემებზე. ასე რომ ხელისუფლების ის საუბარი რომ ულტიმატუმით გველაპარაკებიან, არის ძალიან არაადეკვატური და უტიფარი პოლიტიკური პოზიცია. ეხლა რაც შეეხება და პასუხს, რომელიც 2 საათიანი მსჯელობის შემდეგ მივიღეთ ხელისუფლებისგან. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, იგივე თემაზე მე მინდა ქალბატონ მანნა ნაჭყებიასთან გადავიდე შეკითხვით. ქალბატონო აუცილებლად გექნებათ ამის საშუალება, ჩვენ არ დაგვისრულებია ჯერ საუბარი. ქალბატონი მანნა მინდა ჩავრთო ეთერში. მაყურებელი ვერ გაიგებს, ითი გამოვედით იქიდან. მათ გვითხრეს რომ მათ არ აქვს კომპეტენცია, ჩვენ გვითხრან დიალოგის ფორმატში მოდიან თუ არა. ამიტომ ჩვენ უთხარით, წაბრძანდით, გაარკვიეთ
არ ვიცი ბიძინა ივანიშვილთან თუ კიდევ ვინმე სხვასთან გაქვთ თუ არა ამის უფლება და ჩვენ მზათა ვართ მოლაპარაკებისათვის. უნდა გავნასხვაოთ ერთმანეთისგან საარჩევნო სისტემაზე საუბარი და კოდექსში არსებულ საკითხებზე საუბარი. კოდექსში არსებულ თემატიკაზე ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ხელისუფლება დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს კარნახის ის ადამიანები რომლებიც იქ იყვნენ ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ეს ღიათაც თქვეს. მაგრამ თავარი რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იყოს საუბარი. კოდექსის ცვლილება ჩვენ სამართლიან არჩევნებს ვერ ჩაგვატარებინებთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. დიდი მადლობა ქალბატონ მანასთან მინდა იგივე შეკითხვით გადავიდე. ქალბატონ მანნა, საარჩევნო კოდექსის ცვლილება. არის თუ არა შანსი რომ ამის ირგვლივ გაერთიანდეს ოპოზიცია? ამ შეკითხვით გადავდივარ თითოეულ თქვენგანთან და თქვენც გეკითხებით ცხადია იგივეს. მოგესალმებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია ერთიანია. პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს მუშაობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, არის დაახლოებით, როგორ გითხრათ, უმეტესობა მათი ცალკეული გამონაკლისების გარდა წარმოდგენილი აი ამ ფორმატში, 13 პარტიულ ფორმატში, რომელიც ცდილობს ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებასგან მიიღოს პასუხი, ან ხო, ან არა. თქვენ იცით და აქ საუბრობდნენ ჩემი კოლეგები და მე ამიტომ აღარ ვისაუბრებ განმეორებით ამ თემაზე, რომ ამ საკითხს ხოდა თავისი წინა ისტორიაც და პრაქტიკულად დღეს ჩვენ კოალიციაში ყავს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჩვენთან ერთად ნაციონალური მოძრაობის პირობებში თანხმდებოდნენ მთელ რიგ ამ საკითხებზე და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ არჩევნები ჩაეთვალოს არასამართლიანად და არათავისუფლად. დღეს სამწუხაროდ იგივე პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან უკვე ხელისუფლებაში წარმოდგენილი, აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ჯდება დემოკრატიულ ჩარჩოებში, ამის გამო არჩევნებს პრობლემები არ შეექმნება და რომ ჩვენ უნდა დაუმორჩილდეთ მათ მიერ დადგენილ წესებს. მე არ ვიცი, ნაკლები ოპტიმიზმი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება, რომელიც გუშინ მოვიდა და შემოგთავაზა ის, რაც მას უნდოდა ამდენი ხნის განმავლობაში, რაიმე დათმობაზე წავიდეს, მათთვის ძალიან პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ბერკეთს ჩაებღაუჭონ, რომელიც თავის დროზე შემოიღო ნაციონალურმა მოძრაობამ. რამდენიმე წუთში ქალბატონი ეკაბესელია იქნება ჩვენი სტუმარი ხელისუფლებიდან და აუცილებლად მასაც დაუსვამთ. კი, მე ძალიან მინდა ქალბატონმა ეკაბესელია მითხრას. რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის და სახელმწიფოსთვისაც ის, რომ ცალკეულ მაჟორიტარებს თურმე არ სურთ ქართული ოცნების შიგნით, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს, თუ ის, რომ ჩვენ შევასრულოთ ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება, ზოგადად ჩავჭდეთ იმ სტანდარტებში, რომელიც აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოებს და საერთოდ რას ნიშნავს აი ეს, როდესაც ცალკეული წარმომადგენლები ხელისუფლების აცხადებენ, ბატონ ნარმანიას გულისხმობ და ის ან უნდა გაემიჯნოს ყველა ბატონ ნარმანიას განცხადებებს, ან უნდა თქვან, რომ ისინი არ ეთანხმებიან, ხო, ან თვითონაც ეთანხმებიან ამ საკითხს, რომ ოპოზიციამ არაფერი არ იცის, რა უნდა თქვას ოპოზიციამ და ასე შემდეგ. იცით, ძალიან გულდასაწყვეტია ოპოზიციის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან. და კიდევ ერთ-ერთი გუშინ ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი გია ჟორჟოლიანი საუბრობდა, რომ მართალია ვენეციის კომისია, საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო სისტემა და ზოგადად საარჩევნო გარემო, უნდა იყოს ფართო კონსენსუსი. ეს არის როგორც ანაბანა ნებისმიერ სახელმწიფოში უნდა იქნას მიღწეული პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი აი ამ საკითხთან დაკავშირებით და მან განაცხადა, რომ რა გინდათ, რას გვერდით, კონსენსუსი არის, თვითონ ქართულ ოცნებაში შემავალი პოლიტიკური პარტიები ამაზე თანხმდებით, ანუ ხელისუფლების პოლიტიკური ძალები ამაზე თანხმდებით და ჩემი პარტიაც ამაზე თანხმდება. მე რამდენადაც ვიცი, ბატონი გია ჟორჟოლიანი პარტიულად არ არის წარმოდგენილი, ის ქართული ოცნების სიით გავიდა. კი ბატონო, თუ უჭერს მისი პარტია მხარს გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სახელისუფლებო ძალები და სიმართლე გითხრათ, პირველად მესმის, რომ კონსენსუსად ითვლება თუ სახელისუფლებო ძალები თანხმდებიან. ცხადია, სახელისუფლებო ძალების თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მისაღებია დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი. ქალბატონო მანნა, თქვენი პარტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუ კი საარჩევნო კოდექსი არ შეიცვალა ამ საარჩევნო კოდექსით არჩევნებში და როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა შანსი რომ მოხდეთ ხელისუფლებაში, პარლამენტში? იცით რა არის საკითხი, ასე თუ დავაყენეთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებისთვის ბევრად მომგებიანი იქნება, იმიტომ რომ ქართულ საარჩევნო ისტორიაში, ასე თქვა და პოლიტიკურ ისტორიაში არ მოიძებნება პერიოდი, როდესაც ოპოზიცია მოახერხა თითქმის ერთსულოვანი ყოფილიყო რაიმე საკითხთან მიმართებაში, ამიტომ ჩვენ ვიტყვით უარს და გამოუცხადეთ ბოიკოტს, ვიღაცა აუცილებლად დათანხმდება, ამიტომ ცხადია, არჩევნებში მონაწილეობის მიღება მოგვიწევს, მაგრამ რამდენად იქნება ამ არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის საშუალება, რამდენად იქნება ეს არჩევნები
ის არჩევნები, რომელსაც მიიღებს ქართული საზოგადოება და ქართული პოლიტიკური. ბატონო, ბოიკოტს არ აპირებს თქვენი პარტია. ჩვენ გვაქვს ამის წარე გამოცდილება, რომ ბოიკოტი ქართულ სინამდვილეში არ გამოდის და თუნდაც ამის ნათელი მაგალითი იყო აი ეს შუალედური არჩევნები საგარეჯოსა და მარტვილში, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მაინც მიიღო მონაწილეობა, მათ ჰქონდა თავიანთი არგუმენტები. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანნა. გიორგი ახვლედიანს მინდა იგივე შეკითხვა დაუსვა ბოიკოტთან დაკავშირებით. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, თქვენი პარტიის ლიდერი, სწორედ ირმა ინაშოს დებდა ბრალს იმაში, რომ ერთადერთ პარტია იყო საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, რომელმაც არ გამოაცხადა ბოიკოტი შუალედურ არჩევნებში და მიიღო მონაწილეობა, რითაც ასე ვთქვათ ხელისუფლების თამაში ითამაშა, ესე ბრძანა ქალბატონმა ნინომ. გიორგი, თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. აპირებთ თუ არა ბოიკოტის რეჟიმს იმ შემთხვევაში, თუ კი არ დათანხმდა ხელისუფლება და არ შეცვალა საარჩევნო კოდექსი. როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება და მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მომავალ არჩევნებში? დიახ. აი ის ბოიკოტი, რომელიც გამოცხადდა შუალედურ არჩევნებზე და პრაქტიკულად ძალიან მოკლედ ყველანაირად შევეცდები, რომ ძალიან მოკლედ ვთქვა, რომელშიც პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი იყო ჩართული და მონაწილეობას იღებდა ბოიკოტში. რომ შემდგარიყო ეს ბოიკოტი, თქვენ დაასახელეთ მიზეზები, რატომაც საბოლოო ჯამში ვერ შედგა. რომ შემდგარიყო ეს ბოიკოტი, მერწმუნეთ ეს იქნებოდა ყველაზე სერიოზული, ყველაზე ძლიერი იძულება და ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელიც თავს კომუნისტური პარტიის მანტიაში აღმოაჩენდა მარტო დარჩენილი არჩევნებზე, იძულებულს გახდიდა მას მოლაპარაკების პროცესზე წამოსულიყო და არა მოლაპარაკების პროცესზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მხოლოდ, არამედ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს იყო ყველაზე ძლიერი იძულება. სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა. ამაზე აღარ გავჩერდები. თუმცა იგივე პარტიის შიმშილობის აქციამ მაინც წამოიყვანა ხელისუფლება მოლაპარაკებაზე და გარკვეულ მოლაპარაკებაზე ჯერჯერობით ხელისუფლება არ წამოსულა. მე ამას ესე არ საარჩევნო კოდექსზე სალაპარაკოდ ხელისუფლება ყოველთვის მზად არის და პატარ-პატარა დათმობებს ის ყოველი არჩევნების წინ აკეთებს. 2016-ში კი ჩვენ ხელისუფლებას ვერანაირად ვერ მივცემთ იმის კომფორტს, რომ 100%-ით აიღოს ასეთ შემთხვევაში მანდატები. ანუ თქვენ მიიღებთ მონაწილეობას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სისტემა შეიცვალოს, მაგრამ თუ არ შეიცვლება, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ხელისუფლებიდან შევწვით უკვე ამ სისტემას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი და ქალბატონო ირმა, თქვენ მოისმინეთ სხვა პარტიების პოზიციები და სულ რამდენიმე წუთი გადაგჭირთ. მოკლედ უპასუხებ. ერთი ბატონი გიორგი მუდმივად აპელირებდა სისტემის ცვლილებაზე და აკნინებს იმ ცვლილებების მნიშვნელობას, რაზეც ეხლა მიდის ლაპარაკი და რა ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე საარჩევნო გარემოს ცვლილებების კუთხით კოდექსი ახსენეთ ჩვენ რამდენჯერმე, ერთი მეორეს არ გამორიცხავს და ორივე მიმართულებით უნდა წავიდეს ბატონო გიორგი ცვლილებები. ხომ არ ნანობს ირმა ინაშვილი, რომ საგარეჯოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო? საარჩევნო სისტემის კუთხითაც უნდა წავიდეს ცვლილებები და საარჩევნო გარემოც უნდა შეიცვალოს ქვეყანაში თავისი საარჩევნო კოდექსით და ასე შემდეგ. აი ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ ორივე მიმართულებას პრიორიტეტულად აღიარებს, განსხვავებით თქვენგან, რომელსაც აქცენტი მაინც და მაინც სისტემის ცვლილებაზე აქვს, თუმცა იქაც ჩვენც იგივეს ვითხოვთ, რასაც თქვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. მე მინდა მთავარი რამე ვთქვა, ბოიკოტის თემა, აქ მრავალგზის დაისვა ეს საკითხი. ჩვენ არ ვიზიარებდით ბოიკოტს აი ამ გზას და დღესაც მე იგივე აზრზე ვრჩები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი მონაწილეობა ამ არჩევნებში და არავით არ მოლაპარაკებებს იმის გამო, რომ ბოიკოტს გამოაცხადებდით, ხელისუფლება თქვენთან, ანუ საერთო ჯამში ოპოზიციასთან არ დაიწყებდა. ხა ეს ილუზია ნუ რავის ნუ ექნება. ამ მონაწილეობით არჩევნებში ჩვენ ვნახეთ, უკვე კონკრეტულად ვნახეთ, რას აპირებს ხელისუფლება და რას გეგმავს 2016 წლისთვის. ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთმა ფლაგმანმა ბრჭყალებში კოალიციისა რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა მინისტრებმა რა იკადრეს ამ არჩევნებში, ჩვენ დღის წესრიგიდან არ მოგვიხსნია ამ მინისტრების გადაყენების მოთხოვნა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გარწმუნებთ ბატონო გიორგი, მე რო არ მიმეღო ამ არჩევნებში მონაწილეობა, ვერ დაინახავდა საზოგადოება თინათინ ხიდაშელის, აგულაშვილის, მთელი ამ კლანის, პოლიტიკური კლანის, ასე ვთქვათ, სახეს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე, მე დღეს ის მოლაპარაკებები რაც შედგა, მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, განსხვავებით ბატონი გიორგისაგან, რომელიც ასე არ თვლის და ნუ თვლის. მე არ მაინტერესებს ის რა თვლის, რას თვლის.
მე რეალობიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ ხელისუფლებამ გადმოდგა ნაბიჯი, სწორედ ჩვენი საპროტესტო აქციები იყო ამისი მთავარი ბიძგის მიმცემი. ხელისუფლებამ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ერთად დავიწყებთ ამ ცვლილებებზე მუშაობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე არ ვამბობ იმას, რომ ზუსტად ვიცი რა იქნება ამ მუშაობის შემდეგ. ნახოთ რა იქნება. ძალიან დიდი მადლობა. პროცესი და ჩვენც ადეკვატურად უპასუხებთ ხელისუფლებას. თუ შედეგი არ იქნება მიღწეული, 2-3 თვეა დაახლოებით საჭირო. არავინ ჩვენ არ გვიშლის პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მივმართოთ და დიდი მადლობა. კიდე ერთხელ შევანჯღრიოთ ხელისუფლება. 16 დღიანი შემშილობა დღეს პატრიოტთა ალიანსმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტა. ჩვენი სტუმრები იყვნენ ირმა ინაშვილი, მანანა ნაჭყებია, ირაკლი ჩიკოვანი, გიორგი ახვლედიანი. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩართვა პარლამენტიდან და ეკაბესელია. იდეების დაბადებით იქმნება ინოვაცია. ქოოსურის ზეითუნის ზეთები განსხვავებული არომატით გამოირჩევა. იგი გამდიდრებულია ნატურალური კომპონენტებისა და ვიტამინების კომპლექსით. ესპანური ქოოსურის ზეითუნის ზეთის უმაღლესი ხარისხი მოგანიჭებთ აღფრთოვანებას. ზეთის მიღება ხორციელდება მექანიკური დაწნევით. სახელწოდება ექსტრავირჯინი გამოხატავს ზეთის სისუფთავესა და მის უმაღლეს ხარისხს. ქოოსურის ზეითუნის